ნახეთ, კენკრა ვიპოვე. ეს რაღაც ბოგდანი იქნება არ შეიძლება. სადოს მას ისეთები უჭამია. Ჭამე. მეგობრებო, ამის მერე მოხდა საშინელება. Тут произошло самое страшное. 3, 2, 1, თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. დღეს რაღაც წარმოუდგენელი ხდება. ბოგდანი ბავშვი გახდა. წარმოგიდგენიათ? ჩემი მეგობარი ბავშვი გახდა. Мой друг стал ребенком. ამ ასაკში სკოლას არ ველოდი, მაგრამ მაინც. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მის დაბრუნებას. მანამდე მინდა მიმართო ყველას, ვინც არხს გამოწერის გარეშე უყურებთ. ჩვენ იმდენი თავგადასავალი გვაქვს, იმდენ რამეს ვიღებ, რომ გაგახაროთ და კმაყოფილები იყოთ. და საუკეთესო რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, საპასუხოდ არის არხის გამოწერა. ჩვენ ნამდვილად სჭირდება რომ გამოიწეროთ, როცა მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ, პირველები ნახავთ. და ვისაც უკვე გამოწერილი აქვს, დიდი მადლობა. ახლა კი წავედი ბოგდანის დასახმარებლად. მოწყენილი ვარ, ჯანდაბა, მოწყენილი ვარ. Скучно. რა შეიძლება რომ გავაკეთო? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ თამაშები ვითამაშოთ. დავიღალე უკვე ამ თამაშებით, არც ისე პატარა ვარ რომ ვითამაშო. მინდა რაღაც თავგადასავალი მოვიფიქრო. კარგი, არ ვიცი, მოდი რამე მოვიფიქროთ. რამე იდეა გააქვს ლად? იქნებ Counter Strike. არა, ეგ მოძველდა. Dota, Maximum Brawl Stars. მაგრამ მე გოგო ვარ და არ მინდა ამის თამაში. იქნება Among Us-ი. მოიცადე, ბოგდანი სად არის? ის ხო აქ იყო. მაიკ, ბოგდან ხომ არ დაგინახავს? მაიკ, მოძებ მე ბოგდანი. Так, погоди, он же был здесь. ისე ის ხომ აქ იყო. ბოგდან. Бодя, что за дела? ბოდია, გირეკავ ბოგდან. იქნებ ისევ ქურდები გამოჩნდნენ და მოიტაცეს. არ პასუხობს. რას გულისხმობ? ბოგდან, იქნებ მეორე სართულზეა. ბოგდან, ის აქ არის 100%-ით. იქნებ საერთოდ არ არის სახში და ტყუილად ვეძებთ. მაგრამ ისა აქ იყო, რატომ წავიდა ასე სწრაფად? დაურეკე მას ვაიბერზე. დავურეკე. სადე დარეკოთ მესენჯერზეც. ინსტაგრამზე წვადე. ბოგდან, ხოვნი პასუხე. მოიცადე, ზუსტად სამზარეულოში არ მოგვიძებნია. მოდით შევაშინოთ, ის 100%-ით აქ არის, სადღაც დამალულია. ალბათ მაცივარში. არა, მაცივარი გამოსებულია. ვეძებთ ყველაზე უცნაურ ადგილებში. მაიკლ, იპოვე, სად? ისე თუ ის არ არის სამზარეულოში, მაშინ ის ნამდვილად გაქრა. მისმინეთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, ის უბრალოდ გაქრა. დიახ, ეს ერთადერთი და ბოლო ვარიანტია, დარეკეთ პოლიციაში. დავურეკოთ. გამარჯობა, პოლიცია. ჩვენ გვყავს დაკარგული მეგობარი, ზოგადად ის ჩვენთან ერთად თამაშობს ხოლმე ვიდეოებში. ალბათ ის გეცნობათ კიდეც. ის ისეთი გემრიელი, კბილი პატარა ღვეზელია, აუცილებლად გეყოლებათ ნანახი, ის გაუჩინარ და არ ვიცი სად არის და როგორ არის. გთხოვთ დაგვეხმაროთ. აი ისიც. ბოგდან. მან დრას აკეთებს. Ты что там делаешь? აქ რაღაც ვიპოვე, ახლავე მოვალ, დამელოდეთ. Странный он какой-то. თელსახში გეძებდით, პოლიცია უკვე გამოვიძახეთ. უბრალოდ საჭმლის უნი ვიგზანი და დროი შეგრძნება დავკარგე. ნახეთ რა კენკრა ვიპოვე, მეზობლებს მოვპარე. მეზობლებისგან მოპარვა არ შეიძლება. რომ დაინახეთ, იცი რა მოხდებოდა? ეს რაღაც უცნაური კენკრაა. დარწმუნებული ხარ რომ შეგიძლია ამის ჭამა? დიდი სადოს უკვე მაინტერესებს რა მოუვა. დიახ, შემდეგ პოლიციას კი არას არამედ სასწრაფოს დაურეკავს. ცადე. ბოგდან იქნებ არ არის საჭირო. ხო სადოს მისი კუჭი ისეთ რაღაცებს მოინელებს. ინებეთ. არა. მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხუმრობა არ არის. ყველაფრის ჭამა არ შეიძლება. მეგობრებო, არასოდეს არ უნდა მიირთვათ კენკრა, რომლის შესახებაც არაფერი იცით. შენ აქ დამელოდე, მე მალე დავბრუნდები. ჯანდაბა, გუგლში უნდა მოვიძიო ეს რა კენკრაა. აი აქ არის რაღაც ბმული. ფოტოები ძალიან ჰგავს. მეგობრებო, და შემდეგ საშინელება მოხდა. არა.
ღმერთო, ბოგდან შეწყვიტე ამის ჭამა, მომეცი ახლა. იცი ეს როგორი კენკრა? ეს არის ტრანსფორმაციის კენკრა. რა? მეცნიერებს ბოლომდე არ შეუსწავლია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ადამიანები რაღაცნაირად გადაიქცნენ. კარგი რა. შეწყვიტე მათი ჭამა. ერთსაც შევჭამ და всё. არა! ბოგდან, არა, გაჩერდი. არ შეჭამო. ბოგდან, შენ ჯერ კიდევ გჭირდები. მაინც შევჭამ. მაინც შევჭამ. არა, არ შეჭამო. არ შეჭამო, ბოგდან. ბოგდან, გადააგდე. როდის იმოქმედებს? მე საიდან ვიცი, იქნებ არც იმოქმედოს, ნუ იმედი მაქვს რომ არ იმოქმედებს. ბოგდან, გთხოვ ჩვენთან დარჩი. მას კარგად ვიცნობ, თელ ბუჩქს შეჭამდა. იმედია რაღაც სასაცილოდ გადაიქცევა. დამშვიდით მე ვჭამე და რა? კარგი ხო, უბრალოდ ხუმრობ. არ არის საჭირო ასეთი ხუმრობა. ბოგდან, ხო, როგორ გრძნობ თავს? კარგად, უბრალოდ მშია. ისევ? კი, არის რამე საჭმელი? შენ ახლახან სჭამე. მე მზარდი ორგანიზმი მაქვს, ვიტამინები მჭირდება, მაგალითად კენკრა. საერთოდ არაფერს გრძნობ? ვერაფერს ვერ გრძნობ. შენი კენკრა არ მუშაობს. რატომ მომაჩერდით, ვერ ხვდები? მაშინ ყველაფერი კარგადაა, წავედით ქვემოთ. ჯანდაბა, იმედი მქონდა რომ თხას ვიხილავდით. ბოგდან, ჩავიდეთ, ნუ დაგვრცინი. კი, მოვდივარ. არტურ, რძეან ფაფა ხო არ გაქვს სადმე? რა რძე, რა ფაფა, ბოგდან, რას გულისხმობ? თავს ისე დაუცველად და პატარად გრძნობ. ბოგდან, დიდი ბიჭი ხარ, რა რძე, რა პატარა. ისეთი პატარა ვარ, ასეთი დაუცველი. ბოგდან, შეწყვიტე, რას აკეთებ? მიდი ზლატასან მიდი ასეთი ხუმრობებით. კარგად. რა მოხდა? არ ვიცი, უბრალოდ თავს ისე დაუცველად გრძნობ, ყველაფერი ისეთი უცნაურია, რომ არ ვიცი. ბოგდანიკო, არ ინერვიულო, ჯერ კიდევ დიდი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. დედა შენს უნდა დაურეკო. ბოგდანიკო, მაინც რას გრძნობ? არ ვიცი, სათამაშოებით მინდა თამაში და მულტფილმების ყურება. ბოგდანიკო, წადი მულტფილმებს უყურე და ქვიშაში ითამაშე. წადი ძვირფასო. სულელი. ბოგდან, რას აკეთებ? ბოგდან, რას სათამაშოს? დასრული ბიჭი ხარ, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. ბოგდან, დაწექი აქ. ზლატა, არტურ, მეორე სართულზე შევხვდეთ ერთმანეთს. ნიკოლ, რა მოხდა? რა მოხდა? მოხდა ყველაზე ცუდი რამ, რასაც ველოდი. რამე უცნაური ვერ შეამჩნიეთ ბოგდანს? ხო, ჩემთან მოვიდა, რძემ თხოვა და დედის ნახვა უნდოდა. ჩემთან კი მოვიდა და მითხრა, რომ მულტფილმების ყურება სურდა. ჩემთან კი მოვიდა და წამართვა ჩემი სათამაშო. ვერ მიხვდი რა ხდებოდა. ხო, უცნაურია. ამ კენკრამ იმუშავა და ბოგდანმა ბავშვად გადაქცევა დაიწყო. ხვდებით, აქ რატომ დაგიბარეთ? ბოგდანმა რომ არ გაიგო, სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ. ანუ გინდა თქვა, რომ ის იქ მარტოა? ბავშვი მარტო დატოვეს, სერიოზულად? ის იქ სრულიად მარტოა? ჯანდაბა ბავშვად გადაიქცა, რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ ადამიანიობა რომ გავხთარიყო, უკეთესი იქნებოდა. ბოგდან! გაგიჟდი? ყველაფერი კარგადაა? გესმის ჩემი, ბოგდან, ჩემი გესმის საერთოდ? რა მოუვიდა? არა, მოიცადე, რას აკეთებ? არა. არ შეიძლება, რა მოუვიდა ამას? არ მოკიდო ხელი. გაუშვი. არა, ეს ჩემი სათვალეა, ჩემი სათვალე, ბოგდან. არა. ზვიგენი. არა, აქეთ ბოგდან. ზვიგენი. მეგობრებო, სასწრაფო გამოვიძახოთ. ეს არ არის ნორმალური, ეს ძალიან უცნაურია. არა. მომეცი მეთქი. მომეცი. ხელი გაუშვი პუ. არა. მომეცი. აიღე ტელეფონი და სასწრაფო გამოიძახე, ასე ვერ დავტოვებთ. პოლიციას დიდი დრო დაჭირდება.
რა პოლიცია ის 100 კილოგრამს იწონის? მეგობრებო, ხედავთ რა მოგვივიდა? ბოგდანი ბავშვი გახდა, მაგრამ იცით როგორ შევამოწმოთ ადამიანი ბავშვია თუ ზრდასრული? ყველაფერი ძალიან მარტივია. არის ერთი გზა ამის გასაგებად. თქვენ შეიძლება იყოთ ზრდასრული ან ჯერ კიდევ პატარა ბავშვი. საიდუმლო ის არის, რომ პატარა ბავშვებმა ჯერ არ იციან როგორ გამოიწერონ არხი. ვნახოთ პატარა ხარ თუ არა, უბრალოდ შეეცადეთ გამოიწეროთ არხი. დააჭირე წითელ ღილაკს, თუ გამოიწერე, მაშინ უკვე ზრდასრული ხარ და თუ არა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ხარ. სადი ახლავე თუ წითელი გამოწერის ღილაკი ნაცრისფერი გახდა, როგორც ეს ზვიგენი, ეს ნიშნავს, რომ გილოცავ, შენ გაიზარდე. აბა გამოვიდა, სცადე, კი, საერთოდ ყველას ვინც გაიზარდა, ვულოცავ, ახლა კი ბოგდანის გადასარჩენად გავიქეცით. მეგობრებო, შემოდით. ჩვენ გადავწყვეთ რა უყოთ მას. მე გთავაზობთ სასტრაფო გამოვიძახოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, უბრალოდ ვერ გავუმკლავდებით ამას. რა სასტრაფო? აბებს მისცემენ, ყველანაირ ინექციას გაუკეთებენ და მერე ექსპერიმენტებისთვის წაიყვანენ. არ მინდა ის ექსპერიმენტებისთვის წაიყვანონ. ან იქნებ პოლიცია. შენ ოღონდ პოლიცია გამოიძახო, რა პოლიცია? პოლიცია მას აუცილებლად წაიყვანს, მაგრამ ისინი ვერანაირად ვერ დაეხმარებიან. სხვათა შორის, სად არის ბოგდანი? ის ხომ აქ იყო. ბოგდან! ვერ გავიგე. ბოგდან! ეს ამბავი ისევ მეორდება, ჯანდაბა. სად შეიძლება წასულიყო? ბოგდან! ბოგდან, რა მოხდა? ჯანდაბა, წადი შენ თვითონ ნახე. კარგი ხო? ზლად, შენი ჯერია. კარგი. ოჰ, არა, მან ჩაისვარა. რა ვუყვამ საყვარელ ბავშვს? მოდი გადავწყვიტოთ, რადგან ასე დატოვება არ შეგვიძლია. მე გთავაზობთ ქვა, ქაღალდი, მაკრატელი ვითამაშოთ, რადგან იქ არ წავალ. მოდით, ქვა, ქაღალდი, მაკრატელი. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი, 1, 2, 3. არის. ღმერთო, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო. ეს რა არის? ეს საფენებია, მე მოვიტანე და თქვენ გამოუცვალეთ. ანუ? არა, არ გავაკეთებ, შენ გამოუცვალე. არა, შენ გამოუცვალე. რატომ მე, შენ შეცვალე. და რატომ მე, შენ შეცვალე? მაგრამ იმიტომ, რომ ერთი სქესის ხართ. რა აზრი აქვს და შენ განსხვავებული ხარ? აზრიც მაგაშია. თუ მე მას საფენს შევუცვლი, მისი განავალი ჩემი ფრჩხილების ქვეშ იქნება. რაში მჭირდება მე ეგ? და ჩემი ფრჩხილები არ გაწუხებს? არა, ისინი არ მაწუხებს. მოდი, ქვა, მაკრატელი, ქაღალდი, ვინც წააგებს, წავა და საფენებს გამოცვლის. კარგი. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი, 1, 2, 3. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი, 1, 2, 3. არის. ღმერთო, რატომ მე? რატომ მე? ამას ვერასდროს დავივიწყებ. ღმერთო, შენ ახლა ნამდვილი ბავშვი ხარ. კარგია, რომ დედა ამას ვერ ხედავს. უმჯობესი იქნება ეს ჩემო თვალებმა არ დაინახონ. მეგობრებო, ის ბავშვია, ალბათ მშიერია, რაღაც უნდა ვაჭამოთ. ქვევით როგორ ჩავიყვანოთ? შეიძლება არსებობდეს რაიმე, რითიც მოვიტყუებ. მაგალითად ტკბილეული. მოდი მოვიტყუოთ იგი ტკბილეულით. არტურ, შენ არაფერი გაგიკეთებია. ზლატამ საფენი გამოუცვალა, მე საფენისთვის ვიყავი წასული, ახლა შენი ჯერია. რა ძლიერი ბავშვია. ზლატა, დამეხმარე. მიეცი დეიდა ზლატას. ბოგდან, მოდი აქ ჩემო კარგო, ტკბილეულს გაჭმევ. ჯერ ადრეა. ჩვენ ფრთხილად ჩავიდეთ ქვემოთ. მოდი, კიდევ ცოტა. რას აკეთებ? არა, ჩამოდი, ძვირფასო, ჩამოდი ჩემო ფუნთუშა. ეს კოვზი დედის ხათრით. ღმერთო, რას აკეთებ? მამისთვის, მოწონებისთვის, გამოწერისთვის და კომენტარისთვის. მიდი, ჭამე. ბაბუისთვის, ბებიისთვის, მიდი, ჭამე, კიდევ ისთვის, შენი თავისთვის. მეგობრებო, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამე. მაისური ჩავაცვლათ, რომ არ შესცივდეს. არტურ, დამეხმარე. მოდი, ჯერ ერთი ხელი გაუწოდე. დამეხმარე, მას არ შეუძლია.
მოდი აიღე მეორე. აიღე ნიკოლ, შენ აიღე, მაინც გმადლობთ. მოდი მარჯვნიდან მარცხნივ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოკლედ მე გთავაზობთ მასთან კომუნიკაციას ხატვის საშუალებით, რადგან ბავშვებს უყვართ ხატვა და შეგვიძლია გავარკვიოთ რას ფიქრობს. ბოგდან, შეხედე ეს საღებავებია. ეს არის ფუნჯი. ეს არის ქაღალდი, რომელზეც შეგიძლია დახატო. შეხედე დაასველე, აიღე შენი საყვარელი ფერი და დახატე რაც გინდა. შენ აიღე მეტი ფერი, მე დავხატავ ბოგდან. ცხვირში არ აქვს ხო? ღმერთო არა. ბოგდან, არ არის საჭირო ბურგერების დახატვა. შეხედე, ეს დონატია, რადგან მე მინდა დონატი. ბოგდან, რა გინდა შენ? დახატე, აი დაასველე, შემდეგ შენი საყვარელი ფერი აირჩიე. ბოგდან, რატომ შავი? მიდი ბოგდან, მიდი დახატე. დონატი თუ ჰოთ-დოგი? ეს ემონგასის პერსონაჟია? თუ არა, ეს ლაიქია. ბოგდან გინდა მაყურებელმა მოიწონოს ვიდეო? ის ამაზე ფიქრობს. მოიწონეთ ვიდეო. რადგან ჩვენ შეგვიძლია მისი აღზრდა, გთავაზობთ ვასწავლოთ კარატეს ილეთები, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ასე რომ ბოგდან ყურადღებით შემოვხედე. თავდაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, შემოვხედე და გაიმეორე. მიდი, ნუტირი, გაიმეორე ბოგდან, ნუტირი. ადექი და გაიმეორე ჩემს შემდეგ. კარგი ბოგდან, სადე დამარტყა, უბრალოდ დამარტყი და ეგა. მეგობრებო, როგორც ჩანს, მან უკვე იცის, როგორ გააკეთოს ყველაფერი. კარგი თავისუფალი ხარ, მეტი არაფერი გაქვს სასწავლი. მინდა რომ ის იყოს სიმპათიური და მოხდენილი, ამიტომ ვასწავლი მას ცეკვას. ბოგდან, იმისთვის რომ ლამაზი ტანი გქონდეს, კარგი მოცეკვავე უნდა იყო. ასე რომ ადექი და გაიმეორე ჩემს შემდეგ. ჯანდაბა, ჯერ სიარული, არც კი იცის. კარგი დიდი ამბავი, მოდი წავიდეთ წინ. პირველი მოძრაობა შეხედეთ, სუფთად გახურებაა. 1 და დაიჭირე. მიდი, ყოჩაღ. 1 2 3 4. ახლა ხელები. 1 2 3. იცი რას გავს? აი თითქოს ძაღლია და ძაღლი წევს ფეხს. ახლა უკან. 1 2 3 4. 1 2 3 4. მოდი ახლა ასე გავაკეთოთ. არა, გაგიჭირდება. ისევ გავიმეოროთ. 1 2 3 4. აი რა. ხო, შენგან მოცეკვავე არ დადგება. არაფერი შველის, რატომ? რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდეს? მე მომივიდა იდეა. მოდით სწრაფად. აუცილებელია ბოგდანში ძალიან ძლიერი სტრესული ემოციების გამოწვევა. და როგორ აკეთებ ამას? ჩავსვამთ? სად? არ გეტყვი, აი ახლა ვენახავ. გავიგე, რომ კონტრასტული შხაპი იწვევს ყველაზე ღრმა, ნათელ ემოციებს. დარწმუნებული ხარ? კარგი, ვცადოთ. აბა წავიდეთ. ბოგდან, ნუტირი, მთავარია არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება. მიდი, მიდი. დაასხი. ბოგდან, აბრაკადაბრა, გადაიქეცი. სლატ, რაც არ უნდა ვეცადოთ, ის მაინც ისეთი დარჩება, როგორიც არის. სასწაული ხომ არსებობს, არა? აბრაკადაბრა, ყველაფერი გავაკეთე. მომივიდა იდეა, ბოგდანს დააბრუნებს ის, რისი ჭამაც ყველაზე მეტად უყვარს. ერთი და იგივეზე ვფიქრობთ, ხო? მარტო მე ვერ ხვდები? დიახ. ჩვენ ახლა სწორედ იმ ადგილას ვაპირებთ წასვლას, სადაც ის ხშირად ჭამს. და მშვენიერი გემო და სუნი შეახსენებს მას თუ ვინ არის სინამდვილეში. იდეალური იდეაა, მოდი წავიდეთ. გამარჯობა, სასწრაფოდ გვჭირდება ჰეპი მილი, რადგან ბოგდანი ბავშვი გახდა და ჩვენ ის გვჭირდება, რომ დაგვიბრუნდეს. დამშვიდი ბოგდან, დამშვიდი. კაირა. დამშვიდი. დიდი მადლობა, თქვენ გადაგვარჩინეთ.
პატარა ვნუტირი. აკურატულად, კარტოფილი. ბოგდან შეხედე შენი საყვარელი ბურგერი. ეს დედისთვის, ეს მამისთვის და ვიდეოს მოწონებისთვის. მეგობრებო, აქ რას ვაკეთებთ? აქ რა გვინდა? ურა! მისვინა ეს გრძელი ამბავია. არ იყოს საჭირო კენკრის ჭამა. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ გვერდი.